თავადაც ყოფილა ევროპაში დასაქმებული სტუდენტურად, ჩემი ოჯახის წევრი წლების განმავლობაში იყო ევროპაში დასაქმებული და ემიგრაციით ძალიან აძლიერებდა ჩვენს ოჯახს ეკონომიკურად. ასევე ძალიან ბევრი საგანმანათლებლო პროგრამით მისარგებლია, რომელიც სრულად იყო დაფინანსებული ევროკავშირის მიერ და მაგისტრატურის საფეხურზე სწორედ ევროპაში გეგმავს სწავლის გაგრძელებას. ბოლო 10 წლების განმავლობაში ჩემს ქვეყანაში არ მახსენდება სექტორი, სადაც რაიმე წარმატება გქონია, იქნებოდა ეს ჯანდაცვის სფერო, იქნებოდა განათლების სფერო, იქნებოდა ეს ადამიანის უფლებების სფერო, სადაც არ ვზომავდით ამ წარმატებას ევროპული სტანდარტით და ევროპული სტანდარტი ყოველთვის ასოცირდებოდა ჩვენს ქვეყანაში ხარისხის მაღალ სტანდარტთან და შეუძლებელია რომ ამდენი წლის მეგობრობის პროგრესისა და ხელშეწყობის შემდეგ, რასაც ჩვენი ევროპელი მეგობრები ჩვენი ქვეყნისთვის აკეთებდნენ, ამ განვითარების გზას ზურგი ვაქციოთ და ვთქვათ, რომ ევროპაში არ გვინდა, ევროპაში არ გვინდა კი არა ჩვენთვის, როგორც ქვეყნისთვის, ჩემი აზრით, ეკონომიკურად ღირებულებების შენარჩუნებისა და სხვა ძალიან ბევრი კუთხით საჭიროა კიდეც რომ ევროპული ოჯახის წევრი გავხდეთ, იმიტომ რომ იქნებოდა ეს კულტურული საგანმანათლებლო ადამიანის უფლებებისთვის სხვა სფეროები, ევროპა იყო ის მეგობარი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ყოველთვის აძლიერებდა, ამიტომაც ევროპა ჩემი არჩევანია.